ახლა 21 საუკუნეში ნელ-ნელა ხალხი აცნობიერებს რეალურად რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ასტროლოგია ბიზნესში. კადრების შერჩევასთან დაკავშირებით რეალურად ძალიან გაამარტივებს აი ეს პროცესს, როდესაც ადამიანი რეალურად ასტროლოგიის მცოდნე შეარჩევს კადრებს. კონკრეტული კომპანიისთვის. ჩვეულებრივი ისეთი კადრები არის შესარჩევი, რომლებსაც სჭირდებათ კონკრეტული ერთი ფიქსირებული საქმის შესრულება. ამ ადამიანს ეცოდინება, უნდა შეარჩიო ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენლები ამ პოზიციაზე, რადგან ფიქსირებული ჯვარი მაქსიმალურად აი კონკრეტულ ასეთ მიზანს დაისახავს, აი იმას აკეთებს, არც და გადახვევა არ იცის, არც ისე რომ გაიმარტივოს, არამე მარტივად გააკეთოს თავის საქმეს პროფესიონალურად. გააკეთებს ფიქსირებული ჯვარი, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ ფიქსირებულ საქმიანობას. ეს არ არის მზით ფიქსირებული, საუბარია დომინანტი ჯვარი, როდესაც ადამიანს აქვს ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენელი, დომინანტი ფიქსირებული ჯვარი, არა მზით ფიქსირებული. თუ მაგალითად პოზიცია არის ისეთი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი თვითკონტროლი, როდესაც ადამიანს სჭირდება, აი თუნდაც რესეფშენი, აი მსგავსი საქმეები, როდის რა უნდა თქვა, როდის როგორ უნდა გააკეთო, თავი როგორ უნდა დაიჭირო, ესეთ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მაქსიმალურად ძლიერი მერკური, ან უნდა ჰქონდეთ დომინანტი ნიშანი ტყუპები, სასურველია, იმიტომ რომ ტყუპებს ახასიათებს ძალიან მაღალი თვითკონტროლი. თუ სამსახური არის ძალიან სტრესული და ფსიქიკაზე ძალიან მაღალი არის სტრესულ გარემოში მუშაობა, ძალიან კარგად გამოსდით, რომელსაც მე-12 სახლი აქვს კირჩხიბში, მაგალითად ნატალურ როკაში, ან დომინანტი კირჩხიბის ნიშნები ძალიან მარტივად არა, მაგრამ ძალიან სტრესის მიმართ მდგრადები არიან. ყველამ ვიცით, რომ თუ საქმე ეხება უფრო მეტად ისეთ საქმიანობას, რომელსაც სჭირდება მაგალითად არაორდინალური მიდგომა, სადაც შენ თვითონ უნდა იყო გზა, როგორ გადაწყვიტო ეს ყველაფერი უფრო შედარებით მარტივად, უფრო შესაძლებლად ეფექტურად, ესეთ საქმეს სჭირდება მუტაბელური ჯვარი. იმიტომ რომ მუტაბელური ჯვარი ძალიან მარტივად ადაპტირდება გარემოში და როდესაც არ არის საქმე გაწერილი და შენ იქვეზე პირად უცებ უნდა მოიფიქრო გამოსავალი რა როგორ გააკეთო, ასეთ საქმეს ძალიან კარგად აკეთებენ მუტაბელური ჯვრის წარმომადგენლები. ისე ვიტყვი, რომ არა ტყუპები მზით, არა მზით თევზები, არამედ ჯვრით. როდესაც ჩვენ მაგალითად მე ვქირავობ მინდა შევარჩიო ადამიანი დამხმარე, ან ჩემს კომპანიაში სამუშაოდ, პირველ რიგში უნდა ავაგოს სინასტრია, ანუ შეთავსების ანალიზი უნდა ავაგო იმ უშუალო ხელმძღვანელთან და ჩემთან როგორც ესე ვთქვათ მთელი კომპანიის უფროსთან, თუ მე ვარ კომპანიის უფროსი, ანუ ვისი მმართველობის ქვეშაც იქნება ეს ადამიანი, ვისთანაც უშუალო კონტაქტი ექნება. შესაბამისად იმ ადამიანთან შეთავსება უნდა აიგოს, რომ კონფლიქტურობის დონე იყოს დაბალი, რომ ამ კადრის შენარჩუნება მე შევძლო წლების განმავლობაში და მეორე დღეს ეგრევე ჩხუბის და ესე ვთქვათ პრობლემების გამო არ წავიდეს ჩემი კომპანიიდან.